საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა ჰოლიდეინში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი არასამთავრობოებისათვის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის გაცნობა იყო. არასამთავრობოებს განებარდათ კონტროლის პალატის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ახალი რეგულაციები სამოქალაქო სექტორის უფლებების შეზღუდვად იყოს აღქმული. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძის თქმით, აღნიშნული კანონი მხოლოდ პოლიტიკაში არსებულ უკანონო და შავ ფულს უდავს. მთავარი мотивация ჩვენი შეხვედრის გახლავთ ის, რომ ის უსაგნო აჟიოტაჟი, რაც აწეხილია დღეს არასამთავრობო სექტორში და ზოგადად ამ კანონის რეგულაციებთან დაკავშირებით ერთხელ სამუდამოდ განმარტოთ და განვაცხადოთ, რომ ეს კანონი არც ერთ შემთხვევაში არ ზღუდავს სამოქალაქო სექტორს, არ ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, არც სამწარმოო საქმიანობას და მით უმეტეს არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ არგუმენტირებულად გავაცნოთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ამგვარად არ ვკითხულობთ ამ კანონს, ჩვენ ამ კანონს განმარტავთ გონივრულად და ამ კანონის გონივრული განმარტება კი მსგავსი ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა. ჩვენ ძირითადად კითხვები გქონდა აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს კითხვები ძირითადად ეხება იმას, თუ რამდენად ერთნაირია კრიტერიუმები და რა კრიტერიუმებით სარგებლობენ, როდესაც არჩევენ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეგზავნებათ წერილი. მეორე კითხვა არის თქვათ იგივე ფორმასთან დაკავშირებით. რა ფორმით იღებს ეს ორგანიზაცია ამა თუ იმ თქვათ ინფორმაციას, ეს არის მედია საშუალებებით, თუ მიდის ოფიციალური წერილი და ასე შემდეგ.